სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ჩვენ ადამიანები ვართ და ვიცით, რომ ჩვენს ცხოვრებაში თუ არ არის ნებისმიერ საქმეში, რაც აღინიშნება სიტყვით სიყვარული, ჩვენი ცხოვრება ძალიან ნაკლულია. ჩვენი ცხოვრება უღიმღამოა, ნაცრისფერ ფერებშია. სიყვარული არის, რომელიც აზრს აძლევს ჩვენს ყოველდღიურ ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ არსებობას. სულიერად კიდე ამპარტამულ, ქედმაღლურ, ეგოისტურ, ანგარებიან არსებობას. სიყვარულია, რომელიც ამ ყველაფერს აზრს აძლევს. სიყვარულია, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ დეპრესიაში, მოწყენილობაში, მწუხარებაში ვართ, მაგრამ ბოლომდე არ გვაძლევს ამის საშუალებას. ოღონდ არის, რომ სიყვარული უკავშირდება სიხარულს, სიყვარული კი არ უკავშირდება ნაყოფად იძლევა სიხარულს, სიყვარული ნაყოფად იძლევა ბედნიერების განცდას. სიყვარული არის, რომელიც იმედით სიყვარულისაგან არის და ჩვენ ცხოვრებას, როგორც გითხარით, სიხალისე და სიხარული ეძლევა. მაგრამ დღეს ისიც ვიცით, რომ სიყვარული არის ერთ-ერთი ისეთი ცნება, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და ყველაზე მეტად დამახინჯებული. ყველაზე მეტად იყენებენ და ყველაფერს სიყვარულს არქმევენ. ბუნებრივიც არის, ადამიანს ხან რა უყვარს და ხან რა უყვარს. ხან სიმართლე უყვარს, ხან უსამართლობა უყვარს, ხან სიკეთე უყვარს, ხან ბოროტება უყვარს, ხან ზნეობა უყვარს და ხან უზნეობა უყვარს. ისეთი უცნაურობაც კი არის, რომ ადამიანს ათეიზმიც კი უყვარს და უხარია, რომ ღმერთი არ არის, მაგრამ უყვარს. აი, ათეიზმში ყოფი ადამიანი ერთი წამი ვერ იცოცხლებდა. საშინელი დეპრესიით, საშინელი სასწარკვეთილებით ერთ წამში მოკვდებოდა. მაგრამ უყვარს ეს ათეიზმი და უხარია. რა თქმა უნდა, აქ არის ლოგიკა, არის გონიერებაა, მაგრამ ეს ფაქტია. ესე არიან და ცხოვრების საზრისად იღებენ ხოლმე ამას. მაგრამ არის სიყვარული, რომელიც არსობრივად განსხვავდება ყველა ამ სიყვარულისაგან. ანუ სიყვარულის ნიჭი გამოყენებული სწორად და არა ისე, როგორც ჩვენ შეიძლება თქვათ გამოვიყენოთ, სიყვარულის ნიჭი გამოყენებული სწორად არის ნამდვილი ჭეშმარიტი სიყვარული. რა თქმა უნდა, ესეც სიყვარული სულიერ ცხოვრებაში. და საერთოდ სულიერ ცხოვრებაში მთავარი სწორედ სიყვარულია. და გახსოვთ, უფლის ახალი მცნება. მცნებასა ახალსა მოგცემთ თქვენ, იყვარებოდეთ ურთიერთთარს, ვითარცა მე თქვენ შეგიყვარეთ. სიყვარული ახალი ხილი არ იყო, იგი 2000 წლის წინ არ უთქმულა და არ გაჩენილა. მაგრამ უფალი ხაზს უსვავს, რომ ახალი მცნება, რომელსაც მე გაძლევთ, ეს სწორედ სიყვარულია. და მთელი ქრისტიანული რელიგიის არსი სწორედ სიყვარულზე დაიყვანება, ოღონ ამ ახალ მცნებას, რომელიც სიყვარულია, აქ ერთი ნიუანსობრივი რამ, რითაც ჩვენ ხვდებით, რომ მართლაც აქ ჩვეულებრივ სიყვარულთან არ აგვაქვს საქმე. ახალსა მცნებას მოგცემთ თქვენ, იყვარებოდეთ ურთიერთთარს, აი ვითარცა მე თქვენ შეგიყვარეთ, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა მოსული ღმერთის სიყვარული ადამიანისადმი არის განსაკუთრებული და ის გაცოცხლებული ადამიანებს შორის არის სწორედ ახალი მცნება, ანუ ნამდვილი, ანუ ჭეშმარიტი სიყვარული. ანუ ჩვენი ნიჭის, ღვთისაგან მოცემული ნიჭის, რომელსაც სიყვარული ქვია, ამ ნიჭის სრულყოფილი რეალიზება. თუ არ იქნება სრულყოფილი რეალიზება, მაშინ ჩვენ თავს ვიტყვილებთ მუდამ გარკვეული საკითხებით, თემებით, რომელსაც ჩვენ სიყვარულს უწოდებთ. მაგრამ ამ ცნებას ჩვენ ვერ ვასრულებთ. რატომ არის, რომ ჩვენ ამ ცნებას ვერ ვასრულებთ? თუმცა საინტერესო ის არის, რომ ადამიანი ძალიან ხშირად ვერც კი ხვდება, რომ ამ ცნებას ვერ ასრულებს. საიდან ვიცით ეს? აი ხა ექსპერიმენტი რო ჩავატაროთ, აი მაგალითად ნებისმიერ ადამიანს. თუნდაც ის ვინც გარეთ ლაპარაკობს, რო კითხო სიყვარული გაქვს, შეიძლება თქო, როგორ არა მაქვს.
და როგორ შეიძლება თქვათ ადამიანს ჰქონდეს სიყვარული, რომელსაც ღვთის განცდა არ აქვს, ისე როგორც უნდა ჰქონდეს. ადამიანი, რომელიც საერთოდ ურწმუნოა. ადამიანი, რომელიც გარყვნილებით ცხოვრობს. ყველას აქვს სიყვარული, ისაც არ უნდა კითხო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს სიყვარული ნამდვილი, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ხვდებით, რომ არ გვაქვს. მაგრამ ეს ეხება თითოეულ ადამიანს, რომელიც თითქოს და ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, აღსარებელი, მაზიარებელი, ღვთის მოშიში თითქოს, მაგრამ ჩვენ ძალიან ხშირად ვერ ხვდებით იმას, რომ აი სიყვარული, რომელიც ახალმცნებად იწოდება, ჩვენ არ გვაქვს. ანუ ჩვენ არ გვაქვს ის სიყვარული, რომელიც სიყვარულიც გამოავლინა ადამიანად მოსულმა ღმერთმა ჩვენს მიმართ და ეს სიყვარული ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ერთმანეთის მიმართ. ამას მრავალი მიზეზები აქვს და ჩვენ თითქმის ყოველთვის ვეხებით მიზეზებს, რომლებიც იწვევენ არა ჯანსაღ, არა სწორ სულიერ ცხოვრებას და არასწორი სულიერი ცხოვრება, რა თქმა უნდა, სიყვარულის დეფიციტსაც იწვევს. თუ მაგალითად, რაც ხშირად გვიქვავს, ახლა პირველად არ გეუბნებით, რელიგიაში აქცენტი გარეგანზე კეთდება. თუ რელიგიაში აქცენტი გარეგანზე კეთდება. აი დღეს ძალიან საინტერესო რამ აღმოვიკითხეთ წმინდა წერილში. გახსოვთ, კურნავს, ესე იგი 18 წელი ქედ დადრეკილი, ანუ ადამიანი, ქალი ვერ იყურება ზემოთ. აი ესე დადის 18 წელი. 18 და უფალი კურნავს და გახსოვთ რეაქცია შესაკრებელის მთავარი, სინაგოგის მთავარის, ანუ მათი რაბინის. სხვა დღეებში უნდა განიკურნებოდნენ. შაბათს არ უნდა განიკურნებოდნენ. ეგონება ყოველ დღე კურნავდნენ აემგვარად აბსოლუტურად მოურჩენელ ადამიანებს. კომიკური სიტუაცია შეიქმნა მის სიტყვებიდან გამომდინარე. თითქოს ყოველ დღე კურნავდნენ, როგორც ვიმეორებ, განუკურნებელ ადამიანებს. და და სხვა დღეს განიკურნებოდნენ. და ამ დროს არ არის სიყვარული, იმიტომ რომ არ ეცოდება აი ამას, ამ ადამიანს, ეს ადამიანი, რომელიც 18 წელი თავი არ აუწევია, ქედ დადრეკილი დადის. და არ გაუხარდა მისი ბედნიერება. და ვერც ის დაინახა, რომ ეს ქედ დადრეკილი დედაკაცი ღმერთის დიდებას იწყებს. ანუ ამ გარეგანი ფორმალური კანონის დარღვევით შაბათს თითქოს რაღაცა გააკეთა, ღმერთი იდიდება და ადამიანი ბედნიერი. ანუ ორივე სიყვარულის ორივე მცნება, გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს ადამიანი, ორივე აღსრულებულია. იდიდება ღმერთი და ბედნიერია ადამიანი. ვერ დაინახა. და აი აქცენტი როცა კეთდება გარეგან რელიგიურობაზე, უფლის მიერ ძალიან მწვავედ არის შეფასებული ხოლმე, ძალიან ცუდად. იცით რომ ფარისევლებს როგორი ეგ არის ფარისევლობა, ეხლა ტექნიკური ტერმინია დღეს. მაშინ რა იყო ეს? არის გარეგანი წესების აღსრულება. რეებს ერთ ადგილას გველსაც კი უწოდებს. ესეთი სულიერების მქონე ადამიანს. ამ შემთხვევაში გახსოვთ, როგორ უწოდებს? ორგულო. და აი მე რო ჩემ თავს დაუკვირდები მე და ჩემ თავისკენ მოვტრიალებ მზერას ჩემი თავისკენ მოვატრიალებ, იმიტომ რომ წმინდა წერილში ჩვენ ვკითხულობთ ესე. არა ის რომ უფალმა უთხრა იმ რაბინს იქ ყოველი სიტყვა უნდა განუკუთვნო საკუთარ თავს და მე მეუნება ორგულო და მე ვფიქრო ვარ მე ორგული ჩემი გარეგანი ქრისტიანობის გამო და პოულობ ვარ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩემი ქრისტიანობა არის გარეგნული და ამიტომ აუცილებლად ვარ ორგული, იმიტომ რომ ქრისტიანობა შინაგანი უნდა იყოს. ეს გარეგანი მხოლოდ შესამოსელია. ხოლო თუ ეს ლუკა მახარებლის მე-13 თავი იყო, რომელიც აღმოვიკითხეთ. ხოლო თუ რელიგიაში აქცენტი შინაგანზე კეთდება და ესე უნდა იყოს. აი მაშინ პავლე მოციქულის ასევე დღეს აღმოკითხული ეპისტოლედან ეფესელთა მიმართ მე-5 თავი. ნახეთ თუ აქცენტი შინაგანზე კეთდება, ნახეთ რა ხდება ადამიანში და რა მდგომარეობაშია. გახსოვთ ეს სიტყვები ამოვიკითხეთ დღეს. იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ. ვითარცა შვილნი, რადგან ნათელნი ხართ უფლისა მიერ, ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ. აი შინაგანი რელიგიური ცხოვრება ადამიანს ღმერთის შვილად აქცევს, რომელიც ნათელში დადის. ხდება თავად ნათელი სოფლისა, რომელიც აი ამ ნათლის გამო ხდება მისიონერი, ანუ მისი ხედვით ადამიანები იწყებენ ღმერთის ძიებასა და დიდებას.
როგორ შეიძლება რომ ადამიანი იყოს ღვთისშვილი და აი ამ ღვთისშვილობას ვერ გძნობდეს? რატო ვამბობ ახლა მე ამას? ჩვენ ძალიან ხშირად ჩვენ ქრისტიანობას ვერ ვგზნობთ. როდის ვერ ვგზნობთ? როცა წირივართ, როცა ვწუწუნებთ, როცა ვწუხვართ, როცა იმედი არა გვაქვს, როცა ცოდვას ჩავდივართ თავისთავად ცხადია ნებისმიერ ხორციელს, არა ხორციელს, ჩვენ მაშინ ვერ ვგზნობთ. როგორ შეიძლება შენ აცნობიერებდე რომ ღმერთის შვილი ხარ და აცნობიერებდე არა თეორიულად, არამედ რეალურად, როგორც უფალი ამბობს, ჩემს მორწმუნეს გულში ექნებაო წყარო მადლისა, საიდანაც დინარები მიედინებიან მარადიული სიცოცხლისა, როგორ შეიძლება მე ამას გძნობდე და ვიყო მოწყენილი, ვიყო მწუხარე, ვიყო დეპრესიული, შევაგინო, დავწყევლო, ცოდვა ჩავიდინო, შური ვიძიო, გამორიცხულია. რატომ? იმიტომ რომ ქრისტეს სული მაქვს, ქრისტეს სულით ვცხოვრობ. ქრისტეს სულით თუ ვცხოვრობ, მაშინ ქრისტეს ვგავარ. თუ ქრისტეს ვგავარ და ხო ვიცით როგორია მაცხოვარ? ხო ვიცი? ხო ვკითხულობ წმინდა წელს? და აი ჩვენ ძალიან ხშირად ღმერთი გვჭირდება, როცა გვიჭირს და კეთილდღეობაშიც კი, როცა თითქოს და ღმერთი ადამიანს ხორციელად არ ჭირდება, ყველაფერი აქვს, გამძღარი, არაფერი არ ჭირდება. კეთილდღეობაშიც კი თუ ჩვენ შვილები ვართ მართლა ღვთისა, კეთილდღეობაშიც კი თუ ღმერთთან არ ვართ, თუ ამ ნათელს ვერ ვგზნობთ, ჩვენ თავს ცუდად უნდა ვგზნობდეთ. ანუ თუ ადამიანი ნამდვილი ქრისტიანია, მას აუცილებლად აქვს გამოცდილება ღვთისშვილობის გამოცდილება. აი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გქონოდა ეს გამოცდილება ღვთისშვილობისა, როცა შენ არა შენს გამო, არამედ იმ ნათლის გამო, ანუ იმ მადლის გამო, რომელიც შენშია, ცოტათი ქრისტეს გავხარ კიდევ ვიმეორებ, არა შენ, არამედ შენში არსებული მადლი. როგორც პავლე მოციქული ამბობს, მე ვმოქმედებდიო, მე ვმოციქულობდი, მე ვშრომობდი, თუმცა არა მე, იქვე შენიშვნას აკეთებს, არამედ ჩემში მოქმედი მადლი, რომელიც როცა ვლოცულობ, მაშინაც კი ის ლოცულობს და ის შეღაღადებს აბა მამაო, ანუ როდესაც ჩემი ქმედება და მადლის ქმედება განუყოფელია და მე ვმოქმედებ, მაგრამ სინამდვილეში მადლი მოქმედებს და მე ვარ და მე ვბედნიერობ, როცა აი სრული სინერგია როცა ადამიანში. მაგრამ ეს არა ჩემი, არამედ ღვთის მადლი და დამსახურება. ოღონ ეს რას ნიშნავს და როგორ შევაზავო და ავხსნა, რომ მე ვარ და თან მე არა ვარ. ამას მხოლოდ პრაქტიკული სულიერი ცხოვრების გამოცდილება გვაძლევს. ჩვენ როცა აი ეს გამოცდილება ერთხელ მაინც გქონია, მერე რაც არ უნდა კეთილდღეობაში იყო აქ, ვერ იქნები კარგად, ვერ იქნები ბედნიერი, თუ ღმერთს არ გძნობ და არ განიცდი. ამიტომაც არის რომ ჩვენ ვკითხულობთ დიდ წმინდა მამებს, გლოვობენ და ტირიან, არა იმის გამო რომ ცოდვებს ჩადიან, აღარ ჩადიან კაცო ამ ცოდვებს, აღარ ჩადიან ამ ცოდვებს. არამედ გლოვობენ და ტირიან იმის გამო, რომ ღმერთს ვერ გძნობენ და რომ ვერ გძნობენ, ამას აბრალებენ საკუთარ თავს და ამბობენ რომ ცოდვილი ვარ და ამიტომ აი არ არის დღეს ჩემთან ღმერთის განცდა არ მაქვს ის როგორც უნდა მქონდეს და ტირის, როგორც სილვანათონელი ტირის, სულ ტირის ეს უდიდესი წმინდა მამა მე-20 საუკუნის. შინაგანი ცხოვრებით ადამიანი ხდება ბრძენი. ჩვენ გონია საკუთარი თავი ბრძნე, საერთოდ ესეა სამწუხაროდ ადამიანი რასასაცილოა აი რაღაც რამდენია ამ კოლოფის მოცულობა და გონია რომ ბრძენი ხარ. მაგრამ ადამიანი შინაგანი ცხოვრებით ხდება ბრძენი და აი როგორ ამბობს პავლე მოციქული, აი თუ შინაგანი ცხოვრება გაქვს, როგორი უნდა იყო, ეკძალებოდე უკვე ვითარ განგრძალულ ხვალთ, ანუ ფრთხილად იყავი და ფრთხილად იარე. გაუფრთხილდი ამ ყოველივეს რაც გაქვს. ნუ ვითარცა უგუნური, არამედ ვითარცა ბრძენი. ხოლო აი თუ ბრძენია ადამიანი, მაშინ ეს ბრძნობა რაში ვლინდება უპირველეს ყოვლისა? უპირველეს ყოვლისა ეს ვლინდება იმაში, რომ ბრძენი ხედავს აუცილებლობას, რომ იცხოვროს ღმერთის ნებით. ანუ თეორიულად კი არ იცის, რომ ღვთის ნება ეს კარგია. ლოცვაში კი არ ამბობს მექანიკურად იყავ ნება შენი და ნუ ეს ისე თქვა და მე აგზელებს თავის ნებით ცხოვრებას. არამედ მწვავედ გძნობს თავისი ნების დამანგრევლობას, იმიტომ რომ
ბოლო-ბოლო ხვდები რომ შენი ნება დადის, შენი კუჭის, შენი განუწმენდავი გულის, შენი ამპარტავანი გონების და უამრავი ქვენაგრძნობების ნებაზე. შენი ნება აი ყოველივეს აღმსრულებელია. რო ხვდები და ვერაფერს ვერ უხერხებ, ვერაფერს. თვით როცა მართლა თითქოს და უანგარო სიკეთეს აკეთებ, იქაც კი წამოგეწევა და ვარა კარგი ვინმე ხარ, ჩაქსისინებს. ესეც დაცემული ბუნების ნება, მას ესე სურს და ხვდები, რომ შენი პიროვნული არჩევანის პირველი მტერი შენი დაცემული ბუნების ნებაა და თავისუფლებას სწორედ შენი დაცემული ნებელობა გართმევს. უღმერთო საზოგადოებას რო გონია, რომ სწორედ იმ დაცემული ნებით თუ იცხოვრებ, მაშინ ხარო თავისუფალი და ის გართმევს სწორედ თავისუფლებას, პიროვნულ თავისუფლებას და აი ადამიანი ბრძენი როცა არის, ხვდება რომ ბედნიერი მაშინ არის, როდესაც იმ ნებას, საკუთარ დაცემულ ნებას კი არ დაასამარებს, არამედ დაიმორჩილებს და გააცოცხლებს ღვთის ნება, როგორც უფალი გვასწავლის გეციმანის ბაღში, არ სურს უფალს ტანჯვა, მის ადამიანურ ბუნებას. ხა როგორია, როგორია გინდოდეს ტანჯვა, მაზოხისტი ხო, ეს ავადმყოფობა ადამიანს ტანჯვა რო უნდა. და უფალს ბუნებრივია, არ სურს ტანჯვა, მაგრამ იქვე უნება, იქნება ჩემი, არამედ იყოს ნება შენი და ამით მასწავლა მე. რომ როდესაც ხედავ რომ შენი ნება ღვთის ნების საწინააღმდეგოა, თუნდაც ეს შეფუთული იყოს გარეგნულად ლამაზად, როგორც პეტრე მოციქულთან იყო შეფუთული, არა უფალო, არ შეიძლება შენი ტანჯვა და იქნება ესე რომ შენ დაგტანჯო. თუნდაც ესე რომ იყოს შეფუთული სიკეთით, უფალზე ზრუნვი და უფალი იმწანს ეუბნება განველ ჩემგან სატანა, როდესაც ადამიანი ხვდება რომ ღვთის ნების გარეშე ადამიანი საწყალია და საცოდავია, მაშინ სწორედ მისი ბრძნობა ამაში ვლინდება და აი პავლე მოციქული კიდე ამბობს. ამისთვის ნუ იყოფით უგუნურ, როგორც წეგან თქვა, უგუნური კი არა ბრძენი უნდა იყო, ხოლო უგუნურობა რას ნიშნავს? რომ რას ვერ ხვდები, არამედ გულის ხმა ჰყოფდით, რა იგია არის ნება უფლისა. ანუ თუ ვერ გულის ხმა ჰყოფ, რა არის ღვთის ნება? მაშინ შენ ხარ უგუნური, ან სულელი, თანამედროვე ქართულად რო ვთქვათ, რომ გასაგები იყოს. უგუნური ძალიან ლამაზად ჟღერს ზოგისათვის იქნება. სულელს ნიშნავს ეს. სულელი ხარ უფალი გეუბნება. ნუ იქნები სულელი. ამ შემთხვევაში პავლე მოციქული გეუბნება. ხოლო რა არის ღვთის ნება? ერთხელ ამოგიწერთ ალბათ ამ ამონარიდებს, ძალიან ბევრია წმინდა წერილში, სადაც ქრისტეს ნება, ანუ ღმერთის ნება ვლინდება, რომ რა არის ნება, ჩვენ რა არის ღვთის ნება ვკითხულობთ, რომ წერია. მადლობა ღმერთის, ღმერთი რომ მოვიდა ადამიანად და რომ თქვა ადამიანურ ენაზე, ეს დაფიქსირდა ჩვენთვის ადამიანურად გასაგებად. ღმერთის ნება დაფიქსირებულია, ჩვენ ვიცით ეს რა არის. ადამიანი ეხლა ეს გასაგები კია, მაგრამ გავიგე ეს თქვა, ყველაფერი გავიგე. ეხლა ვიწყებ ესე ცხოვრებას და ვატყობ არ გამოდის. ვატყობ არ ვიცვლები და ვწუხვარ. ვწუხვარ რომ ვერ ვიცვლები. აი როცა მე მართლა შევწუხდები რომ ვერ ვიცვლები, რატო უსვამ ხას? იმიტომ რომ სამწუხაროდ საკუთარ თავზეც ვიცით და იმე როგორც ჩემი მდგომარეობიდან გამო უამრავ ადამიანს ვაკვირდები, მევალება. არა იმიტომ რომ მე ამ ადამიანებზე უკეთესი ვარ, არამედ ეს ერთგვარი ღვთისაგან მოცემული სამსახურია. ერთი რამე ძალიან კარგად ჩანს, რომ ადამიანები არ იცვლებიან. მე გულისხმობ მორწმუნე ადამიანებს, ახლა ურწმუნოს რა გამოცulis კაცო. მორწმუნე ადამიანები არ იცვლებიან და მიზეზი ძალიან ადამიანი როგორც დაიბადა, რომ რა გამოცulis, ადამიანის ხასიათს რა შეცulis, ადამიანი დაბერდა და ახლა მაგას რაღა გამოცulis და ადამიანს არცალია რომ გამოიც. არა და ადამიანი სწორედ იმით განსხვავდება ცხოველისაგან, რომ არა თუ რა გამოცulis, არამედ სულ უნდა იცვლებოდეს, უკანასკნელ ამოს უნთქვამდა. სულ. არასოდეს არ უნდა გაჩერდეს ადამიანის ცვლილების პროცესი. და უყურებ, რომ ადამიანები არ იცვლებიან. და არ იცვლებიან. და უბედურება კიდე ისე, რომ ადამიანი რომელიც არ იცვლება, ამაზე არ წუხს. კი არ ადარდებს ეს რო არ იცვლება. აი არის როგორც არის. ეგეთი ვარ. ზოგი ამაყობს, ეგეთი ვარ და რა ვქნა. არ იცვლება ადამიანი. ხოლო ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ აუცილებლად უნდა გამოიცვალოს. ადამიანი უნდა მერე იწყებდეს ზრუნვას და შრომას რომ გამოიცვალოს. და აი მერე მიხვდება. მინდა გამოცვლა რას ნიშნავს? რა მიმართულებით? ვექტორი ქრისტესკენ, ხო?
მივხვდი რომ არ ვიცვლები. ეხლა შევწუხდი. ეხლა გადავწყვიტე რომ გამოვიცვალო და ანუ დაიწყოს მეტამორფოზა, სინანული რასაც ქვია. ერთი დღე, ორი დღე, წელი, 5, 10, არაფერი არ გამოვა. ბოლოს უნდა მიხვდეს ადამიანი რომ არაფერი არ გამოვა. მანამ სანამ დახმარება არ მოვა გარედან, ანუ ისევ სანამ ღმერთი არ დაგეხმარება. კიდევ ვიმეორებ. თუ არა ეს, როგორც ხშირად მithქვია, ლოცვა არ ცოცხლდება. ადამიანს ქრისტე თუ არ დაჭირდა სასიცოცხლოდ ქრისტე თუ არ დაჭირდა ღმერთი არა წინასწარმეტყველი რომელმაც გითხრა ესე და ესე იცხოვრე არა სხვა წინასწარმეტყველი რომელმაც დაგიზუსტა რაღაცა არა მართალი ადამიანი არა მაგალითი არაფერი არ შველის ადამიანს უნდა ღმერთი სხვა არ შველის ღმერთი ადამიანად მოსული რომელმაც უნდა მოქცეს თავისი სისხლი და ხორცი მადლი უნდა მოქცეს ოღონ ეს მადლიც იმ შემთხვევაში იმოქმედებს თუ შენ მიზან მიმართულად რომ საკუთარი თავი შეიცვალო გჭირდება ქრისტე გჭირდება სასიცოცხლოდ ანგარებაა ესა ჩათვალეთ ანგარებაა ეს შენ ახარ ჩვილი რომელსაც თუ დედა ძუძუს არ გაჭმევს მოკვდები ანგარებაა ჩვილი არის ანგარებიანი იმიტომ რომ მას ჭირდება დედა რომ არც ჭკუათა მყოფელს ესეთი სულელე თავში არ მოუვა ნუ ჩვენ ლიბერალები დაგხსენიან თქვენ ღმერთი გჭირდებათ ანგარებიანები ხართ გჭირდება დიახ ჩვენ არა გვაქვს პრეტენზია რომ დიდნი ჩვენ ჩვილნი ვართ ჩვენ გჭირდება დედა გჭირდება მამა დედა ეკლესია მამა ღმერთი გჭირდება აბა როგორ იქნება ეს ვაღიარებთ თავდაბლურად მის გარეშე ვკვდებით მაგრამ გვინდა ვიცოცხლოთ ჩვილი ბავშვი ტირის როცა შია დედამ თუ არა ჭამა მოკვდება მაგრამ ჩვილი არ არის ანგარებიანი რატომ აი ესეთი სიცოცხლე შექმნა ღმერთმა. ეს არის სიცოცხლე ღმერთის მიერ შექმნილი. ხოლო ვინც ამას აღუდგება, ესე რატოაო? ღვთის განგებულებას აღუდგება. მე ადამიანი ტყვის რატო მიზიდავს დედამიწა? რატო არის მზე ესეთი ამ ტემპერატურის? რატო და ასე შემდეგ და აი ასეთი კითხვები დასმული. მე პასუხებს ვერ იპოვი თავისთავად ხადია. ადამიანი შორს კი აღარ არის გაგიჟებისგან. იმიტომ რომ ღვთის განგებულებას წინ აღუდგები. არის კითხვები, რატო ვარსებობ მე? არ მინდა, შეიძლება არ გინა და იმას უნდა. აი ღვთისმშობელს უნდა რომ არსებობს. იოანე ნათლისმცემელსაც, მოციქულებსაც, იოსებ მისიხათსაც, მამა გაბრიელსაც, დავით აღმაშენებელსაც, ილია მართალსაც და ძალიან ბევრი არიან დღესაც ადამიანები, რომელსაც უნდათ რომ არსებობენ. ვიღაცას არ უნდა, იმას უნდა. განსხვავება? იმიტომ რომ ვისაც უნდა არსებობა, ის ღვთის განგებულებას კი არ ეწინააღმდეგება. ის ეძებს ღმერთს. რა ვიცი მე, ღვთის განგებულებას კი არა. იმას ვერ მიხვდები შენს გვერდზე 20-30 წელი ადამიანი ცხოვრობს ტვინში, სულში, რა იმას ვერ მიხვდები. ღვთის განგებულებას როგორ მიხვდებით მედაში? აქ იმას კი არ უნდა ვეძებდე, ღვთის განგებულება რა არის სამყაროს შესახებ, ჩემს შესახებ, ადამიანი რატო შექმნა. მე მესმის ეს კითხები ბუნებრივი შეიძლება იყოს, მაგრამ მე ჩემ თავს უყურე, მე რა ვქნა? ორი ადამიანი ჩავარდა ორმოში, სხვადასხვა ორმოში, თქვა ორი ადამიანი. ერთი იწყებს გაპრა, რატო ჩავარდი ეს ორმო, რატო ესეთი ამოთხრილი? რატო კიბები არა აქვს, რატო და წუწუნებს, ბრაზობს, ჩხუბობს, იწყევლება, ნუ ერთ ამბავშია. მეორე ადამიანი დასაკეთებს. საერთოდ ესეთი სისულელები თავში არ მოსდის. მეორე ადამიანი ფიქრობს, ახლა როგორ ამოვძვრე აქედან. მე ვარსებობ, აი ესე, აი ამ სამყაროში. ვინ გავაკრიტიკო? ვის უქნიო თითი? მე უნდა გამოვიდე ამ სიტუაციიდან და გამოსავალს ხედავ. ეს რწმენა მომცა ღმერთმა და არ ვეძებო. ამიტომ ნება უფლისა და ნება უფლისა ერთ სიტყვაშიც კი ჟღერს, ის გეუნება, სადაც მე ვარ, მინდა რომ შენც იქ იყო. ქრისტემ ეს თქვა, დამთავრდა, მე მეტი არაფერი არ მაინტერესებს. მე მინდა სიცოცხლე, ანგარებაა ესა. მე მჭირდება ღმერთი, ანგარებაა ესა. მე გავიგე რწმენიდან გამომდინარე, რომ სადაც მე ვარ, მინდა რომ შენც იქ იყო და დამთავრდა. მე ვიცი უკვე რაც უნდა გავაკეთო. მე პრობლემა აღარ მაქვს მიზნის ძიებაში. დამთავრდა. ვეძებ, ეხლა უკვე უნდა ვეძებ. და ვისიც ვიცი, რომ თუ მოვძებნი არ მიმატოვებს. სადამცალია ეხლა იმის საჩხრეკად, ის როგორ აი ეს ადამიანი რატოა ბედნიერდი, ეს უბედური. ბიჭო, რა ვიცი მე რატოა? მე ჩემი უბედურება მყოფნის, იმაზე ვიტირებ, იმაზე გამიხარდება. მაგრამ რატო არ ვიცი? ის ბავშვი რატო გარდაიცვალა? და ის კიდე 200 წლის არის და ბოროტია და არ კვდება. რა ვიცი მე რატო?
ამაზე ვიტირებ, იმაზე კიდე ვებხვეწები უფალო შეიწყალეს საწყალი ეგება აზზე მოვიდეს და რაღაცა სიკეთე ჩავიდეს. მე რა ვიცი, ვინ და რატო და როგორ და რანაირად, მაგრამ მე ის ვიცი, რომ მე ვარ ცოცხალი, მე ვარსებო. და მე რწმენა მომცა ღმერთმა და მე მინდა ღმერთი. და ნებაც ვიცი, მეუნება, სადაც მე ვარ, მინდა რომ შენც იქ იყო. და თუ ქრისტეზე უფრო დიდს, უფრო წმინდას ვინმე მიპოვის, მაგრამ ვერ მიპოვის. და ვიპოვე და დამთავრდა, ვეძებ. ღმერთის ნება, რომელიც ადამიანში მოქმედებს, ამ ადამიანის ცხოვრებას აბსოლუტურად გარდაქმნის და აი იგივე ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ერთ-ერთი რაც როგორ ჩანს, როგორ გარდაიქმნება და როგორი ხდება ადამიანი. აი ნახეთ რას ამბობს პავლე მოციქული. ესეთ ადამიანებს რას ეუბნება და თუ ჩვენ ვართ რას გვეუბნება. როგორი ხდება? ეტყოდეთ თავთა თვისთა, ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქვენითა უფალსა, ხმადლობდით ყოვლადვე, ყოველთათვის, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა ღმერთსა და მამასა. აი ადამიანი ერთი დიდი საგალობელი ხდება, ერთი დიდი მადლიერება ხდება. აი ესეთ თან გულში, შიგნით, თქვენში, აი როგორი ადამიანის შიგ თავსი, რომელიც ღვთისნებით ცხოვრობს. და თუ ესე არ არის, როგორიც არის ვიცი, კოკასა შიგა რაცა დგასო და როგორ მეტყველებთ, როგორ ვიყურებით, რა შინაგანი სამყარო გვაქვს, თუ ესეთები არა ვართ, ძალიან კარგად ვიცით საკუთარ თავიდან გამომდინარე. და თუ ადამიანი ესეთი ხდება, ადამიანი ხომ მეცნიერებამ თქვა, ადამიანი არის homo sapiens, ანუ ადამიანი მოაზროვნე. ხოლო ქრისტიანი ევოლუციას განის, აი ევოლუცია, კი ბატონო, ევოლუცია. აი ევოლუცია. ადამიანმა განიცა და ევოლუცია და ეს ევოლუცია დაიწყო 2000 წლის წინ. და ადამიანი, რომელიც ხდება ქრისტიანი, უბრალოდ homo sapiens, ანუ ადამიანი მოაზროვნე კი არ არის. არამედ არის ადამიანი მსგავსი. ღვთისა რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ეს ევოლუცია განვიცადოთ და მოაზროვნე ადამიანიდან გავხდეთ ადამიანი ღვთის მსგავსი, რომელიც მოაზროვნეც არის თავისთავად ცხადია. აბა როგორ იქნება ის ღვთის მსგავსი? მაგრამ უბრალოდ კომპიუტერი კი არ არის, ბიოლოგიური არსება, კომპიუტერი. homo sapiens, ბიოლოგიური არსება, კომპიუტერი. არა. ადამიანი ღვთის მსგავსი. ესეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ღვთის მსგავსი თუა და გადაიქცევა ღვთის მსგავს არსებად, ის სიყვარულს ისწავლის და თვითონ ხდება მსგავსი სიყვარულის. ამიტომაც წმინდა მამათა ცხოვრებას ვკითხულობთ, ვეცნობით, ხედავთ ისეთ რაღაც, აი ალექს შუშანიას ცხოვრება გამახსენდა, რომ წავიკითხე პირველად, მე სასწორკვეთილებას ჩავარდი. პირდაპირ ლამის, ეს ცოტა ის გავამუქე. რატო? იმიტომ რომ მივხვდი, რომ ამ ადამიანს ისეთი სიყვარული აქვს, მოყვას ისა. ღმერთზე აღარაფერს ვამბობ. რომ იმას მე ვერასოდეს ვერ მივაღწევ. ეს იყო ჯერ კიდე ერისკაცი ვიყავი და თუ ეს არის ქრისტიანობა, რასაც ალექს შუშანი აკეთებს, მაშინ მე წავედი რა. მე ამას მაშინ მე ვერ ხვდებოდი რომ ალექსი კი არ აკეთებს ამას. ალექსი როგორც homo sapiens. არამედ ამას აკეთებს წმინდა ალექსი, ანუ ალექსი ღვთის მსგავსი არსება. homo sapiens ეგეთ რამებს ვერ გააკეთებს. აი მე ახლა კითხულობ იოსების სიხად, რას გააკეთებს ადამიანი ამას? გამორიცხული. მაგრამ ღვთის მსგავსი იოსები გააკეთებს. და აი ადამიანი ხდება ღვთის მსგავსი და უკვე თავად იქცევა სიყვარულის მსგავს არსება. კარგი ბატონო, ვიღაცა იტყვის, რომ აუ რა რთულია ეს ყველაფერი, ახლა რა ვქნათ? ძალიან რთულია ეს ყველაფერი. ხო ის იოსები, ის ალექსი, ის წმინდანი. თუ ჩვენ გვაქვს საცდური უკან დახევისა, მაშინ კითხვა ახალი. თუ გვაქვს ჩვენ სხვა პერსპექტივა. რომელ ჩვენთაგანსა აქვს სხვა პერსპექტივა გარდა ამისა? თუ ჩვენ ადამიანები ვართ, ეხლა თუ რაღაც ადამიანები არა ვართ სხვა, მაგრამ თუ ადამიანები ვართ, სხვა პერსპექტივა თუ გვაქვს. გარდაცვალების მე მგონი არა გვაქვს ჩვენ სხვა პერსპექტივა, ამიტომ რომ გარდაცვალების შემდეგ ჩვენ ვიქნებით აი შემდეგნაირად, შეიძლება ესე ვთქვათ. ეხლა ჩვენ
რა გვიყვარს და რა გვინდა. ხშირად ვეკითხები ხოლმე ადამიანს, შენ არ გინდა იცხოვრო ისე როგორც ქრისტე გეუნება. და აი აქ სასწორის ორი ჯამი რო ავიღოთ. აქ დადე ქრისტიანული ცხოვრება, აი ეს, რასაც ღვთის მსგავსობა ქვია. მაგრამ შენ ეს მაინდამაინც არ გინდა და არ გხიბლავს. მაშინ სასწორის მეორე ბოთებში დამიდე რაიმე, რომელიც ამას გადაწონის. და ჩამომითვალე, მე არ მინდა რომ ვიყო ღვთის მსგავსი. არ მინდა ვიყო სიყვარულის მსგავსი. არ მინდა რომ ჩემში რეალიზდეს აი ეს ევოლუცია. Homo sapiensიდან გავხდე ღვთის მსგავსი არსება. ეს არ მინდა, არ მინდა. ძნელია ჩემთვის ეს. კარგი, აბა რა გინდა დამიდე? დამილაგე. ხათაშორის მე ძალიან ბევრ ადამიანს უსახოლმე ამ კითხვას. შეიძლება ჩემი ერიდებათ, არ ვიცი, მაგრამ ანონიმურად ეგება ვიღაცა მომწეროს სახელის გარეშე. დამილაგეთ და რა გინდათ? რა გინდათ სანაცვლოდ? რას დაუპირისპირდებ? კი არა, მე მივიღებ თქვენ არჩევანს, ვიტყვი რომ ნუ აბა შენიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მაინტერესებს რა არსებობს და თუ არსებობს, ესე იგი ადამიანს ქონია სხვა პერსპექტივაც. აი ეს ოღონ ეხლა მე არ ვიცი რას დამილაგებენ, ეგება რამე იპოვონ, მაგრამ მე ესე მგონია, რასაც აქ დაალაგებენ, ყველაფერი ეკუთვნის ამას სოფელს, მიწას. ყველაფერი ყველაფერი ეკუთვნის მიწას. ხოლო მიწას რაც ეკუთვნის, იცით რა ხდება? უგუნურო, აი წინა კვირას წავიკითხეთ გონი, ხო? თუ ხუჩ აღარ მახსოვს რომელიღაც წირვაზე. შენ რო გარდაიცვლები, დღეს უნდა გარდაიცვალო უფალი ეუნება იქ, რომ გამდიდდება კაცი უცებ. და ეხლა რო გამდიდდება, ფიქრობს როგორ იცხოვროს. რო გამდიდდე, ხო, და რო ესე იმაში ხარ ოცნებებში, ეხლა როგორ ვიცხოვრებ მრავალი წელი. ამ საღამოს უნდა გარდაიცვალო შენ. და აი ამას რას უზავ? აი ამას რას უზავ? რომელიც იყო შენი მიზანი ცხოვრების, საპირწონეზე დადებული. გარდაცვალების შემდეგ ჩვენ ვიქნებით შემდეგნაირად. ან ღმერთი, ან არაფერი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც ღმერთის მაგივრად თქონდა, ეს ყველაფერი, ნუ ხო წარმოიდგინე რა, ჩვენი სხეული მიწაში დალპება და ეს ყველაფერი აღარაფერი აღარ იქნება ჩვენთვის. არაფერი აღარ იქნება. და დარჩება უკვდავება. უკვდავებისათვის არის ან ღმერთი, ან არაფერი, ეს არაფერი აღარ არის. ყველაფერი წაგვერთმევა. ყველაფერი წაგვერთმევა. და თუ ღმერთი არ გვეყოლება და თუ მასთან ერთად არ ვიქნებით, მაშინ აღმოჩნდებით არაფერში, არარაობაში, სიცარიელეში. ჩვენი უკვდავება აღმოჩნდება არარაობაში, ანუ ჯოჯოხეთში. ესე იგი, ვინ შექმნა ჯოჯოხეთი? ღმერთმა? არა. ადამიანი როგორც უკვდავი და თავისუფალი არსება, უარყოფს რა სიცოცხლეს, რჩება არარაობაში, ანუ ჯოჯოხეთში. რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ? რა არის ჩვენი საკეთებელი? სხვათა შორის ამ კითხვას ძალიან ხშირად სვავენ ადამიანები, რომლებსაც მიწიერ ცხოვრებაში, პერსპექტივაში რაღაცები უნდათ. ეს მინდა, ის მინდა. მეც მინდა, კაცო, უნდათ რა, ის კი არა ვარ, მე მარსიდან ჩამოსული, მეც მინდა, ეს მინდა, ის მინდა, რაღაცები მინდა. ხშირად გითხოვს, აი რაღაცა მინდა და რაღაცა მაქვს. არასოდეს არ შეესაბამება მაქვს მინდას. ყოველთვის არის ეს დიაპაზონი. როდესაც ეს დიაპაზონი არსებობს, ამაში გულისხმობა მაინდამაინც ფული კი არა და სიმდიდრე. არამედ საკუთარი თავის რეალიზება. თქვათ ადამიანი ნიჭიერი მუსიკოსია, ან მხატვარია, ან ბიზნესმენია, ან პოლიტიკის ნიჭი აქვს, ან რაღაცა და ნუ ეს ქვეყანა ხო უსამართლობით საქართველოში განსაკუთრებით ნიჭიერი თუ ხარ, ჩაქოლავენ პირიქით, ნიჭიერ ადამიანს არათუ სანთლით არ ეძებენ. არამედ აბნელებენ ნიჭიერ ადამიანს. ეს ხდება ყველა სფეროში. სამწუხაროდ აქაც. ნუ აქ ამ ტაძარს არ გულისხმობ. ყველგან ხდება. ეთყობა ქართული კაცის ბუნებაა თუ არ ვიცი, გამძაფრებულია მიმართულება. ამიტომაც გვექცევა თავზე ეს ქვეყანა. მაგრამ ზოგადად ეს სამყარო არ არის სამართლიანი, ხო ვიცით? ჯვარცმა, აბა მაგის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არ არის? ხო და ეს ნიშნავს იმას, რომ შენი სურვილე, შენი ნიჭიერება და მისი განხორციელების შესაძლებლობა ყოველთვის ამ დიაპაზონს ქმნის. და ადამიანს აქვს შინაგანად პრობლემა ხოლმე, რომ აი მოვა და აი არ ვიცი რა ვქნა, რა გავაკეთო, არარეალიზებული ვარ. ეხლა რა თქმა უნდა, ეს ძალიან ადვილი ხო არ არის ახალგაზრდა კაცისათვის მით უმეტეს. უფრო სწორედ ასაკში რო შევა და გაიხედავს და არარეალიზებულია. მთელი ცხოვრება ისთვის ვიცხოვრე ადამიანი.
და რა არის ჩემი საკეთებელი მე ხშირად მე მამაო რა უნდა გავაკეთო მე მეკითხებიან ხოლმე ხშირად ესეთ პასუხს ვაძლევ ხოლმე არაფერი არ უნდა გააკეთო და ეს არ მოსწონთ ეხლა ჯერეთიო მე რო ვიყო პოლიტიკაში ან ესე იგი დახმარების რაღაცა რო ვიყო სადაც მე ღვდელი ვარ მე ბერას მეკითხები შენ ესე იგი მაგრამ დაუშვათ მეკითხები მე გეუბნები როგორც ღვდელი არაფერი არ უნდა გააკეთო როგორ კაცო ჩემი თავის რეალიზება მე კიდევ ვეუბნები რომ იცი ყველაფერი უკვე გააკეთა ქრისტემ წარმოიდგინე რა გააკეთა მოვიდა ადამიანად და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ მოვკალით თქვა რომ მამაო მიუტევე ამათ და თქვა რომ მე მინდა სადაც მე ვარ თქვენც იქ იყოთ ყველაფერი გააკეთა და თავის სიზდახორს გვაძლევს და გვეუბნება რომ ვინც ამ შეჭამს ჩემს ხორცსა და სისხლს მაშინ მარადიული სიცოცხლე დაიწყება ყველაფერი გააკეთა ჩვენ მხოლოდ ერთი რამ დაგჩენია ვიყოთ ქრისტესთან გასაკეთებელი არაფერი აღარ აქვს და ამის კლასიკური მაგალითი რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქრისტესთან და ჩვენ სხვა გასაკეთებელი არა გვაქვს ამის კლასიკური მაგალითი არის მარიამი მართას და მართა რომელიც შფოთავს და ზრუნავს მრავლისათვის და ქრისტიანობა აქო ერთი რამეა გასაკეთებელიო ეს ერთი გასაკეთებელი მარიამმა ამოირჩია რომელიც უფლის ფეხებთან ზის არაფერს აკეთებს ის ყველაფერს აკეთებს სიკეთეს აკეთებს მართა ეს არაფერს აკეთებს გარეგნულად მაგრამ უფალი ამბობს რომ რაც ამან ამოირჩია ის მას არასოდეს წაერთმევა თითოეული ჩვენთაგანის საკეთებელი არის მარიამის მდგომარეობა სხვა საკითხია როგორ მივალთ იქამდე ეხლა ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ადამიანი უსაქმური გახდეს და იყოს სოფელში და სოფლისათვის არ აიზრუნოს არა ეს ნიშნავს იმას რომ არ წუხდეს და არ ვაიმე რა არის ჩემი საქმე ვაიმე არ არეალიზებული ვარ ვი რა მეშველება რა გაკეთებულია ყველაფერი ქრისტესთან იყავი რაც შეეხება ნიწიერს თუ საჭირო იქნება შენ ქრისტესთან იყავი და შენი ნიჭის რეალიზებაც მოხდება მაგრამ ეს არ არის თავარი და ამიტომ ის არ უნდა იყოს შენთვის დამდგუნველი და შემაწუხებელი შენ დალოცვილო ქრისტე მოვიდა და მოკვდა შენთვის და დაჯექი რა ქრისტეს ფეხებთან მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა და იმიტომ არ გვინდა რომ ამას ჭირდება რწმენა გაცოცხლებული და გაცოცხლებული რწმენა არის სიყვარული რატო ზის მარიამი ეხლა მართას რუნავს რომ უფალს და მოციქულებს აჭამოს და ეს სიყვარულის გამოვლენა იყო რა თქმა უნდა აბა ეხლა მშიერი ხო არ მოკლავდნენ უფალს ნაადრევად და მოციქულებს მაგრამ მარიამი რატო არის განსაკუთრებული მდგომარეობა მის იმიტომ რომ მარიამს ქრისტე ისე უყვარს რომ არაფერი აღარ ახსოვს აი ესე ზის მაცხოვარდა ეს ხანდახან ემართებოდ ხოლმე ჩვენ სულიერ შვილებს რომ შეიძლება ესე იგი ელემენტარულ რაღაცა ვერ დაენახო და არის ზრუნო ჩვენს ტიხაროსნებსაც სულიერ შვილებსაც ემართებოდ ხოლმე ისე უყვართ ღმერთი იმდენი ამათ რა უთხარი რომ არაფერი აღარ ახსოვთ აღარც მოძღვარი არ ახსოვთ აღარც ეკლესია არ ახსოვთ აი ესე არის ახონდა რავი ეგება ზოგი მარიამიც არის მე რა ვიცი და განვიკითხავ და ეგება ზოგი სად არის არ ვიცი სიყვარულის დეფიციტი რაც დიდას დავიწყე მაგრამ სიყვარული კი გჭირდება მაგრამ სად უნდა იყოს სიყვარული სად არის ის ორგანო სადაც სიყვარული უნდა იყოს გულია ეს ორგანო ხო აბა ტვინს ახლა რომ უყვარდეს და გულია აი ვიყურებით იქ გულში ვიყურებით ამასაც ცოდნა უნდა ადამიანს ასე ადვილი არ არის გულში ჩახედვა გულში ჩახედვა რომ ისწავლო ამას წლები და წლები ჭირდება სწორი სულიერი ცხოვრებისა როცა შენ ცდილობ გონიერი ლოცვა ისწავლო და როცა იყურები ამ გულში აღმოაჩენ რომ არაფერია შიგნით სრული სიბნელე სრული სიცარიელე სიბნელე იქ უნდა იყოს ზეცა ესე ამბობენ წმინდა მამები რომ გული შენი შინაგანი სამყარო და ზეცა ერთ და იგივეა გული და სასუფეველი ერთ და იგივეა უფალიც ამბობს სასუფეველი გულში ეძებეთ თუ ხარ გულში ესე იგი ზე გვაქვთინ გული წირვაზე ამბობს ღვთელი როცა ანაფორა იწყება ეს საოცარი სიტყვები და ზე გვაქვთინ გული ზე სადაც საში მთვარე არა გული გქონდეს გულში გული გქონდეს შიგნით აი ზეცა უნდა იყოს გულში მაგრამ
როცა ჩვენ ვცდილობთ გონიერი ლოცვა ვისწავლოთ, ერთ რამეს აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს გულში ზეცა არ არის და ჩვენს გულში არის მიწა. მიწიერი, ეს სულია. იესოს ვახსენებ ქრისტეს და მიწა ელანდება ჩემს გულს და იწყება ბრძოლა, თავდაუზოგავი, წყლობით. წირავ ყველაფერს. აბა ათონელი მამები რა ეხალისებოდათ თუ როგორ იყო? მე ეხალისებოდათ ალბათ, ეს ალბათ კი არა ბრძოლა. ღამები რო არ ეძინათ, ღამე არ ძინავთ, არ ძინავთ. რატო? იმიტომ არ ძინავთ, რომ აი მიწას რო ხედავენ, ეს მიწა უნდა ამოშანთონ და ზეცა უნდა შემოდე, ამას ჭირდება ბრძოლა. და აი რატომ არის ეს? რა ხდება? რატომ არის მიწა და რატო არა გვაქვს სიყვარული და აი ძალიან საინტერესოა პავლე მოციქულის ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეს მეორე ეპისტოლიას მესამე თავი. აი ნახეთ რას ამბობს, რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ. ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში ჩვენ ვართ ბავშვი შევაშინა. უკანასკნელ დღეებში ვართ, ანუ აპოსტასის პერიოდია, ხო? უკვე 2000 წელია ბოლო ჟამია, მაგრამ ას უფრო გადის დრო, უფრო და უფრო ეს მძიმდება. ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი. რადგან კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, რომელიც დაკანონდება ახლა ის ახალგაზრდული კანონებით. უმადურნი, უღირსნი, კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი. ეს დაკანონებულია. აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა, მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი. და ესეთი მდგომარეობა მე ათქმენეს პავლე მოციქულს სხვაგან, რომ უსჯულოების გამრავლებით განხმა სიყვარული ადამიანთა გულებში. აი მიზეზი და უფალი ამბობს, გულია ის წყარო, საიდანაც უბედურებები გამოდიან სამყაროში. აი მიზეზი, თუ რატომ არ არის სიყვარული და ჩვენ არათუ ამ საზოგადოებაში ვიმყოფებით. ეს კიდე არაფერი იქნებოდა. ჩვენ ვართ ამ საზოგადოების ნაწილი და ყოველივე რაც ჩამოვთვალე ჩვენი საკუთრება. უფალმა იცის ხანდახან, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შენ ცოდვილი და ნაგავი ხარ, რაღაცას დაგანახებს უფალი. დაგანახებს რეალობას, საკუთარ თავს, მდგომარეობას, საღვთო განგებულებას, უფალს შეუულია ხოლმე ეს და აი შეიძლება ასე ითქვას, ღვთისაგან მოცემული და დანახული უსიყვარულობა, როგორ სუფევს სამყაროში და მე მინდა წაგიკითხოთ ეს. სამყარო იხრჩობა. უსიყვარულობაში იხრჩობა. სიყვარული არ სურთ, არ შეუძლიათ. ამას ვერ გზნობენ, იტანჯებიან. ამის გამო ტანჯავენ ერთმანეთს, ქმარი ცოლს, ცოლი ქმარს, მშობლები შვილებს, შვილები მშობლებს, დედმამის შვილები და მეგობრები ერთმანეთს ტანჯავენ ყველა სტატუსის და იერარქიის ქრისტიანები. ტანჯავენ ერთმანეთს ერთმანეთის მაბრალობელნი, არადა თავად ბრალეულნი. სიყვარული უცხოა ადამიანისათვის. უცხოა ვერ ცნობამდე, ვერ მიღებამდე, სიძულვილამდე. უსიყვარულობა ტანჯავს ყველას, უსიყვარულობით გმინავს და კვნესის სამყარო. უსიყვარულობა დაამთავრებს ისტორიას. უსიყვარულობამ დატანჯა ღმერთი. უსიყვარულობა აღაზევებს ანტიქრისტეს. უსიყვარულობამ ღმერთი ტანჯული გახადა და უსიყვარულობა მშვიდობას და უსაფრთხოებას, როგორც პავლე მოციქული ამბობს, დაპირდება ადამიანებს, რომელსაც ვერ შეუსრულებს. უსიყვარულობის ამ მორევში ვიხჩობი მეც, ყოველივე ამის მხედველი, თანამონაწილე და დამნაშავე.
ერთ-ერთი ყველაზე უსიყვარულო თაგანი, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე. ეს განწყობა და განცდა ადეკვატურია ჩვენი მდგომარეობისა. ეს არის მიზეზი ყველაფერი უბედურების, რაც ხდება მსოფლიოში, რაც ხდება სამყაროში, საქართველოში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს გულებში, ჩვენს სამრევლოში, თითოეული ჩვენთაგანის გულში. მაგრამ ჩვენ გვაქვს აი ამის და მიუხედავად, ჩვენ გვაქვს პრეტენზია და მე ვფიქრობ ვალდებულებაც ქრისტეს მოწაფეობაზე. და თან ეს გვინდა ეს მოწაფეობა. მოწაფეობა ხას უსვავ რატო? შემიძლია თქვა, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია ქრისტიანობაზე და ვალდებულებაც და გვინდა. ქრისტიანობა პასიური, ეს ქრისტიანობა მინდა, ეს არის რაღაც პასიური, ეს სიტყვა აქტიურობისკენ არ მიბიძგებს. პასიურობისკენ, ქრისტიანი ვარ. ქრისტეს მოწაფე პასიური ხო ვერ იქნება. ის სიტყვის გამგზელებელია, ის საქმის გამგზელებელია. ამიტომ ჩვენ ვალდებულება გვაქვს, თქვენ მოწაფენი ჩემნი ხართ. ვალდებულება ხარიდან კი არ მოვიტანე, უფალი გვეუბნება ამას. ჩვენ ეს გვინდა, მაგრამ ხედავთ რა საკუთარ ნაგავს, ხედავთ ამ ნაგავს. ანუ იმას, რომ არაფრის ღირსი არა ვარ და არა თუ მოწაფეობის არაფრის ღირსი არა ვარ, იმიტომ რომ ზემოთ რაც ჩამოთვალე ის მე მეკუთვნის, მაინც მინდა ქრისტესთან. აი როგორ რა გავაკეთო, მაინც მინდა, მაგრამ აი ეს ნაგავი ვარ, წეგან წავიკითხე. და აი ეს, რომ მიუხედავად ჩემი ნაგვობისა, მე მაინც მინდა ქრისტეს მოწაფეობა, ეს მე მიღვიძებს, აი რა ჩვენ გვაკლია ყველაზე მეტად, ეს მე მიღვიძებს ბრძოლის სურვილს. იმიტომ რომ ბრძოლის გარეშე მე ამას ვერ მოვერევი. ბრძოლა კიდე ისეთი უნდა იყოს. აი ჩვენ გავიხსენოთ ჩვენი თავი ყოველდღიურობაში, დილას აღამოს შუადღე, წირვაზე ყოფნისას, ეხლა აქ დგომისას როცა დავიღალეთ და ასე შემდეგ. რა ბრძოლა, რის ბრძოლა, საცოდავ დღე. არა და როგორ გინდა, აი ნაგავი ხარ, მაგრამ გინდა და ეს ერთმანეთს ხო ეწინააღმდეგება, რა უნდა ვქნა? უნდა ვეომო საკუთარ თავს და ჩემში, არა სამყაროში ხელი სად მიმიწვდება? ეხლა ყოველ შემთხვევაში ამ სტატუსით ჩვენ. არამედ ჩემში დავამარცხო ამ სამყაროს სული, ანუ უსამართლობა. რომელსაც ღმერთი არ სურს. ბოლოს და ბოლოს თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავიჯეროთ, რომ ქრისტეს მოწაფენი ვარ. ჩვენ ეს არ გვჯერა. აი მოვა ადამიანი აღსარებას მეუნება. რაღაცას მელაპარაკება, შეიძლება ცოდვებზეც. არ ეტყობა, რომ ის ქრისტეს მოწაფეა. ისე მოვიდა რაღაცა, რელიგიური გზნობები, რაღაც სინდისი აწუხე. ბიჭო, ქრისტეს მოწაფე ხარ, დაიჯერე ერთხელ და სამუდამოდ. სხვანაირი ქრისტიანობა არ არსებობს. და უნდა დავიჯეროთ, ჩვენ რომ ქრისტეს მოწაფენი ვართ. თუ მოწაფენი ვართ, ბრძოლა. და ბრძოლა უნდა ისეთი იყოს. გახსოვთ, ჩვენი რაღაც ესეთი მოწოდებები გქონდა ჩვენი. გახსოვთ, აი ერთი მოწოდება, არც ერთი აი ბრძოლა, სადაც რომელიც ბრძოლის გარეშე არ იქნება. არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე, ამას ბრძოლა ჭირდება. ან მაგალითად ვუყუროთ სამყაროს ქრისტეს თვალებით, ამას ბრძოლა ჭირდება. ან პავლე მოციქულის პერიფრაზირება, ხო? უკანას ჩემს ცხოვრებას დავივიწყებ. და წინას ჩემს ქრისტეს მივწვდები, აი ამ ყოველივეს ბრძოლა ხო ჭირდება. და აი შეიძლება აი ამ თქვათ მოწოდებებს კიდე ერთი მოწოდება დავამატოთ. და სწორედ აი ისეთი უნდა იყოს ბრძოლა, როგორც ის წინანათქვამი და აი ახლა ეს მოწოდება, ესე იგი გვეუბნება, რომ არც ერთი ნაბიჯი უკან. ამ სიტყვის არა გადატანითი, არა ფსიქოლოგიური გამხნევების, არამედ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, სულიერ ცხოვრებაში არც ერთი ნაბიჯი უკან. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.